შეადგინა საშვებისთვის სიები, როგორც ირკვევა მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილი კომისია კურირებდა ამ ყველაფერს და დღეს პაპუაშვილისგან მოვისმინეთ, რომ მაგალითად ვინ იქნებოდა საპარლამენტო დელეგაციაში, ამაზე პარლამენტიდან გადაიგზავნა სია და ამბობს, რომ ოპოზიციონერი წევრები სწორედ იმიტომ არ მოხვდნენ სიაში და ვერ მიიღეს საში, რომ მაგალითად მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს, რაც შეეხება პრეზიდენტებს, ყოფილი პრეზიდენტების ყოფნას, რატომ ვერ მოხერხდა მათთვის საშვის გამოყოფა სამებასა ან სიონში, ამ შემთხვევაში ის თავს ესხმის ყოფილ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და ამბობს, რომ ყველა ვინც კი კრიტიკულად არის ამ საკითხისადმი განწყობილი, არის ფარისეველი. როდესაც ამ ადამიანმა ზურგი აქციეს საკუთარ ქვეყანას, ზურგი აქციეს ეკლესიას, ახლა იმაზე წუწუნი სად იყვნენ და სად არა, ეს არის სწორედ ფარისევლობა. ყოფილიყვნენ პარლამენტში და როგორც პარლამენტი და ისინი იყვნენ პარლამენტის წევრები და დახიეს მანდატები. ყოფილიყვნენ პარლამენტში და რა თქმა უნდა ისინი იქნებოდნენ წარმოდგენილი მათ შორის წერვის დროს. ის დღე იყო ერთადერთი ადამიანის, ჩვენი პატრიარქის. და აქ ვიღაცას თუ რაიმე პოზირება უნდოდა, მე მგონი უნდა დაფიქდეს საკუთარ მრავალსახელად. მათ თავისი ადგილი აირჩიეს, როდესაც ზურგი აქციეს ქართველ ერს და ზურგი აქციეს ქართულ ეკლესიას. მათ თავისი ადგილი აირჩიეს სახელმწიფოს მიღმა, რაც შეეხება ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. ეს ხო არის, არ ვიცი, ფარისევლობის პიკი, რასაც ჩვენ ამ ქალბატონისგან ხედავთ. სად დადგებოდა ეს აინტერესებდა მას ყველაზე ძალიან და რომ ცილის წამებით იყო დაკავებული იმ დღეებში, ცილი დასწამა ქართულ ეკლესიას და ამის შემდეგ უკვირს რომ მის მიმართ შეიძლება არსებობდეს პრეტენზიები, ეს აჩვენებს საერთო ჯამში ქართველობა დაკარგულ ადამიანებს. დღეს სიონში სხვადასხვა ეკლესიიდან, მსოფლიოს სხვადასხვა ტაძრებიდან ჩამოდიან სამძიმარზე, მაგალითად იმყოფებოდნენ ამერიკიდან ჩამოსული სასულიერო პირები, ამერიკაში არსებული ბერძნული ეკლესიის წარმომადგენლები. მე აქ მოვედი დიდი მადლიერებით, რათა ბოლოჯერ თაყვანი მეცა მისი უწმინდესობისთვის. მახსოვს, რომ 2012 წლის 25 სექტემბერს მისმა უწმინდესობამ დამლოცა, რომ გავმხდარიყავი ჩვენი მონასტრის დამფუძნებელი იღუმენია ამერიკის შეერთებულ შტატებში. იმ მომენტში 2012 წლის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მან მთხოვა ტელევიზიაში სიტყვით გამოსვლა. იქ სტუდენტებიც იყვნენ და მაშინ ვთქვი ის, რასაც ახლა გავიმეორებ. ყველაფერი რაც გვინდა არის ის, რომ ქართული ეკლესიის სიწმინდე გავუზიაროთ მთელ მსოფლიოს, ამერიკელებს და ყველა ადამიანს და ეს ყველაფერი ხდება მისი უწმინდესობის კურთხევით. ამიტომ ამ დიდი ტკივილის დროსაც უნდა შევინარჩუნოთ სიხარული და რწმენა. უნდა გვჯეროდეს, რომ მისი უწმინდესობა ახლა უფრო მეტად არის ჩვენთან. პატრიარქის გარდაცვალების ამბავი გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. მსოფლიოს ყოველ კუთხეში იგრძნეს მისი სიყვარული. დიდი კურთხევაა ჩვენი აქ ყოფნა. მისი დაკრძალვის დროს ვიხილეთ ის მილიონობით ადამიანი, ვინც მას პატივს სცემდა. ხვალ 2 საათზე გადაიხდის პარაკლის მეუფეშიო, რომლის შემდეგაც სავარაუდოდ ის იქადაგებს.